კაილი, უნდა დაგვეხმარო, შენ გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. დედას აქვს გვენის დღიური და ამის გარშე არავინ დაგვიჯერებს. კაილი, და მე რას ვიღებ აქედან? შემიძლია ჩემი თვალის წენების მოგცე და მე სუნამოს მოგცემ, რომელიც ადრე მთხოვე. არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა კაილის დარწმუნება. რაღაც მაგია ხომ არ გამოვიყენო. ნორა, კარგი რა, ჩვენი მეგობრის და ისედაც დაგთანხმდება. კაილი, ჩვენს დახმარებას თუ გადაწყვეტ, შემიძლია აქ რომ ბეჭედია, ეს მოგცე. ადრე მოგეწონა მგონი, თუ სწორად მახსოვს. კაილი, კარგი გოგოებო, გავაკეთებ. ხო, ეს დღიური, უშნო, ძველი, ყავისფერი წიგნია რაღაც ბაფთით. ჯილ, ნანახი მაქვს, ერთად ვიყავით მის მოსაპარად წასული. ძალიან მალე გჭირდება, უმჯობესია ამაღამ. როგორც კი გვექნება, ეს ბეჭედი შენი გახდება. შევთანხმდით ფლორიდა, კარგი გვენის დღიური თქვენი იქნება. რადგან კაილი ჩვენს მხარეზეა, გვენის დღიურს ნამდვილად დავიბრუნებთ. ერთი სული მაქვს მთელ სკოლას ვუთხრა სინამდვილეში გვენი ვინ არის. ხო, და მისი სახე წარმომიდგენია უკვე, როცა მის დღიურს ხმამაღლა ვკითხულობთ. დამთავრდება ყველაფერი. გოგოებო, კიდევ ერთხელ, თვალის წენები, სუნამო და ბეჭედი. შევთანხმდით. კარგად შევთანხმდით. კარგი, ახლა დროა სკოლაში წავიდეთ. კაილი, მოდი ხარ? რა თქმა უნდა, იმდენი ხანი ვიყავი წასული, მინდა რომ ყველას დაველაპარაკო. მეგობრებო, აუცილებელია თქვენ შევს კარგად მოუფრთხილდეთ და მაგრად არ უკვიროთ. თორემ ხო იცით, ერთხელ თუ დაკარგეთ, აღარ გაგესდებათ. ოხ, იმენა სერენა არის. მიდი, კიდევ ერთხელ გააკეთე. მეგობრებო, მე პოკემონი მქვია და ისე კიდევ ერთი ხუმრობა ვიცი. მიდი, თქვი. ოღონდ ეს ჯუჯებზია, ვინმე ჯუჯა ხო არ ყავს. ლილი, მგონია შენზეა, გილოცავ. ვაუ, ძალიან სასაცილოა, მგონი ყურებს დავიცობ, რომ ვერ გავიგო. მოკლედ, პატარა ვამპირს ძალიან ბევრი ენერგია აქვს დასახარჯად. მერე კიდე წითელ კოქტეილებს დალევს და ნამდვილი ვერტფრენი ხდება. ჰა, ძალიან სასაცილოა. მგონი ამ პოკემონ ბიჭს უნდა შევეჯიბრო და გავიგო სინამდვილეში, რომელი ვჯობი ვართ, მე თუ ის. არ ვიცი ლილი, მგონი არ ღირს. კარენ, მისკენ ხარ? მისი ხუმრობებისკენ ხარ? მაშინ მიდი და შეუერთდი. მეგობრებო, გინდათ ჩემი საუკეთესო მოისმინოთ, ოღონდ დირექტორზეა. კი. მოკლედ, დირექტორი თავის კამზე ზის, ყოველთვის უძრავად, თავისი ეშვებით და რქებით და მზადაა ღვთოვანებისთვის. ეს მართლა ჩვენს დირექტორზე იყო, ძალიან დიდი ეშვები აქვს. გვენ, ისე გამობრაზეს ამ ლუზერებმა. აქ ლოდინი არაფრის მომტანი არ იქნება, უნდა დავიბრუნოთ. ხო, როგორ დავიბრუნოთ? გრეისზე რა ვქნათ? ან იქნებ თავი დავანებოთ და არ წაიკითხოს. არა, რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ ეს დღიური. ხო, და ჩვენ აქვს ხედვართ და არაფერს ვაკეთებთ. მაგრამ რა გავაკეთოთ? დამხმარეები გვჭირდება. დამხმარეები? მეგობრებო, კიდევ ერთ ვიტყვი წითურებზე. მიდი. წითურების გონება ჩემთვის ნამდვილი გამოცანაა. ვამპირებს ჭამენ და თან ყველა პატარა რაღაც იციან. ეს შეკრება რა არის? აქ რას აკეთებთ? ვახსენეთ და გამოჩნდა. მეგობრებო, ეს დაინახეთ. გრეისი საერთოდ ყველგან დღიური ხალხში დადის. გონი რაღაცას აპირებს. დროა წავიდეთ. მეგობრებო, კოქტეილი არ გინდათ? არა, ახლა არა. ახლა კიდევ ერთი ქერებზე. კარენ, კლასის გასაღები, ჩემს გარდა არ ამიყოფილა იქ, ხო? არა, არავინ გრეის. გრეის, ეს ახალი ბიჭი ყველაზე ხუმრობებს ამბობს, შეგიძლია რამე გააკეთო? სებასტიან, რამე პრობლემაა? გვენ, გრეის აქვს შენი დღიური. ხო, მოიტანა. მაგას ვხედავ. გრეის, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ვლაპარაკობდით, ხო? ხო. კარგი, ფრთხილად, შენზე კიდევ ერთი საჩივარი არ შემომივიდეს. შენ ძალიან გაგიმართლა, რომ წითურების დასაწყისი არ მოისმინა, თორე ახლა სერიოზულ შარში იქნებოდი. ხო, მაგრამ გრეისი არ ყოფილა. კარგი, არა უშავს, ყველაფერი კარგადაა. ხო, არა უშავს, კიდევ ბევრი დრო გექნება, რომ ქერებზე და ჯუჯებზე გააგრძელო. ფენიქსი, კარგი ტიპი ყოფილხარ. ფენიქსი არ ვარ, პოკემონი მქვია. რობერტ, ხო შეამჩნე გვინი როგორცაა, ხო არ დაველაპარაკოთ. ხო, რობერტ, მიდი დაველაპარაკე. არა, მეგობრებო. მეგობრებო, სავარჯიშოდ ხო არ წავიდეთ. ხო, შეიძლება მეც წამოვიდე. კარგი. რა იყო ლილი, ვიღაც ბიჭმა პატარა ყურადღება მოგაქცია? სებასტიანმა, შენით ვერ ხედავ? სებასტიან! გაანებე თავი, ჩემი ბიჭია. ხედავ ელის. დედა, ჩვენთან ლაპარაკი გინდოდა? კარენმა გვითხრა რომ გველოდებოდი აქ.
ხო, მართალია, კარით გაიხურეთ. დახურულია. აი ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი. დედა, ახლა ამისთვის იდეალური დრო არ არის. უბრალოდ დაგვიბრუნე ეს დღიური და შემდეგ ყველაფერს გაიგებ. ხო და ახლა შენ რადგან გაქვს ეს დღიური, გვენი წინ გრძნობს თავს. დედა, უბრალოდ გთხოვ, გვენდე და მოგვეცინება დავამთავროთ რაც დავიწყეთ. თორემ მართლები არ ვიქნებით საკუთარ თავთან. სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გოგოებო, გვენისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. დედა, კიდევ ერთხელ, გვენისგან თავი შორს დაიჭირეთ. არ არის აუცილებლობა იმისა, რომ გაიგოთ ყველაფერი. რაც მოხდა, მოხდა. არ მესმის, რატომ გვაჩერებს დედა იმისგან, რომ გვენზე სიმართლე გამოვამჟღავნოთ. ხო, მეც მიყვარს, არა და ახლოს ვიყავით. კიდევ ახლოს ვართ. გოგოებო, ვერ გავიგე. მიხვდით, რასაც გეუბნებით? გავიგეთ. ხო, ანუ შენ თუ დაგიჯერებთ, ეს დღიური გვენს უნდა დაუბრუნოთ და ყველაფერი დავივიწყოთ. რა კეთილია დედა? ხო, კეთილია გვენის მიმართ. ეშვებს მე ნუ მიჩვენებ, ფლორიდა. მესმის, რომ ისე არ წავიდა საქმე, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, მაგრამ ამას ვაკეთებთ. კარგი დედა, გავიგეთ, შენი გზით მოვიქცევით. გოგოებო, აქ ხართ? გამარჯობა, გრეის. არ გითხარით, რომ კარი ჩაგეკეტათ? და თქვენც გოგოებო, მაუს და ტყუპებო, იგივე. გოგოებო, ძალიან ცუდი დრო შეარჩიეთ. მოგვიანებით ვისაუბრებთ. სხვათა შორის მაუს რაღაც შენთან დაკავშირებით არ მომწონს. გონი უფრო უნდა ჩავიხედო შენ საქმეში. რა? მე რატომ? ეს უკვე სიგიჟეა. კარგი, მივდივართ. დედა, გავიგეთ ყველაფერი. აღარ იდარდო ჩვენზე. გპირდებით? ხო, მპირდებით. გავიარე უკვე ეგ. და აბა ერთი კაილი ჩართეთ ამ ყველაფერში. მე ძალიან გავბრაზდები. გამარჯობა კარენ, ჩემი დები ხომ არ გინახავს? დარწმუნებული არ ვარ, ბოლოს რომ ნახე გრეისის კლასისკენ მიდიოდნენ. სპორტდარბაში ხომ არ არიან? არა, არ არიან, ნახე გვენი არის. ურუს, შეგიძლია დამეხმარო, რომ სებასტიანთან პაემანზე წავიდე? ლილი, მაგბის უბრალოდ არასდროს არ მოიძორები. შენზე მეტი ვიცი ბიჭებზე. ბლა, დავინახე დღეს როგორ შემომხედა. მეც ვიცი რაღაც ბიჭებზე. იცი რამდენ ბიჭს ვუყვარდი? ლილი, კარგი, მე დავიხარე, რაც გინდა ის გააკეთე სებასტიანთან. გასაგებია ყველაფერი ურუს, იმედი მაქვს თმა დაგეშლება. კარენ! ბიჭებო, არ მომატყუოთ იცოდეთ. გინახავ, ჩემი დები ხომ არ გინახავთ, სად არიან ფლორი და ჯილი და ელისი? კი, ვნახეთ. და სად არიან მას შემდეგ რაც ნახეთ, ვეძებ? არ ვიცით. ხო, არ იცით ნერდებო, აი ეგ ხართ თქვენ. თავში ძალიან დარწმუნებული. ხო, მოდი აქ და ჩვენ გვეჩხუბება. დარწმუნებული ვარ, კაილს თავისი თავი მეგავამპირი გონია. ურუს? ხო, კაილ, მეგონა შენ ლიმონადს არ სვამდი. ფლორი და ჯილი და ელისი ხომ არ გინახავს? არა. გასაგებია, ტელეფონში იყავი და თამაშებს თამაშობდი, ხო? და ურუსი რა შუაშია, ლილის ბრალია, ყურადღება გამოფანდინა. ლილი, ურუსმა ესე გამოგიშვირა. ხო, მეც გავუშვერდი, მე ეშვები მაქვს. აღარ შემიძლია აქ ჯდომა, ლოდინი მკლავს. დამშვიდდი გვენ, გრეის აქვს შენი დღიური, ვიცით და დავიბრუნებთ, დამთავრდა. ხო, დავიბრუნებთ, როდის და ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს? ყველა ჩვენგანი. სისულელე, ვერ დამეხმარებით ვერაფერში. გვენ, ჩვენ რატომ გვიბრაზდები? ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი? ხო, შენ დატოვე ეს დღიური უყურადღებოდ საწოლის თავზე. იქ იყავით და ეს თქვენ გამო მოხდა. გვენ, მგონი უნდა შეგახსენო, რომ ეს მარტო შენ არ გეხება, განსაკუთრებით მეც და ყველა ჩვენგანსაც გვეხება. და მაშინ რატომ არ მიდიხარ და არ იბრუნებ ჩემს დღიურს? მგონი გრეის უნდა დაელაპარაკო, არა? ხო, გაბრიელა, მიდი გრეის დაელაპარაკე. მოიცადე, ძალიან კარგად მახსოვს ბოლო საუბარი როგორც დამთავრდა. ხო, მახსოვს როგორ დაეშვი ძირს. არ არის სასაცილო ბელა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ეს დღიური. ხო, ნამდვილად, სწრაფად. ფლორიდას აღარ აქვს შენი დღიური, გრეის აქვს და სიმართლე რომ გითხრა, არ ამგონია რომ ვინმეს უთხრას ან საერთოდ წაიკითხოს კიდეც. კიდევ ერთხელ უნდა დავიბრუნოთ ეს დღიური. შენ რა გვისმენდი? გვენ დაწყნარდი, ჩვენ ფლორიდა არ მოგწონს, კაილი კი არა. უბრალოდ მეგონა ჩემი დები აქ ვარჯიშობდნენ, თორე თქვენი ნახვა ნამდვილად არ მინდოდა. ხო, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. წავედით გოგოებო. ყოველ ჯერზე როცა გხედავთ, ყველაფერი ცუდად მიდის. ახლა უკეთესად ვსუნთქავ. კარგი, ჩემს დებს აქ დაველოდები. რაღაცაზე უნდა ვესაუბრო. მოიცა ეს მართლა თქვა? ხო, ჯასტინ, შეგიძლია წარმოიდგინო და გითხრა რომ გვენისგან თავის შორს დავიჭიროთ. საერთოდ არ მესმის ამას დედა რატომ აკეთებს, ძალიან უცნაურია. დედა უბრალოდ ყოველთვის ცდილობს რომ აგვარიდოს რაიმე შარი. გამარჯობა. გამარჯობა.
დიდი ხანი არ გვინახი ხარ. აბა როგორაა ყველაფერი? მეგობრებთან როგორ ვიდრო გაატარე? ახლები ხარ გაგიჩენია. ფლორიდა კაილთან ერთად საუბარი შეიძლება? კაილიც ჩაერთო უკვე ყველაფერი იცის. ფლორიდა დედას ოთახში ყველაფერი მოუძებნე, არსად არ იყო ეს დღიური. ვიცით, დღიური აქ არის სკოლაში, დედას აქვს. უყურადღებოდ ერთი წამითაც არ ტოვებს. და კაილი, დედა მაგვიკრძალა გვენთან ახლოს მისვლა, ამიტომ არ ვიცი საერთოდ როგორ გამოვა ეს ამბავი. ერთი წუთით, ამიტომ თვალისწენი ბეჭედი და სუნამო არა? კაილი ყოველთვის თავის წესებს აწესებს. კაილ, შენ ამაზე არ ინერვიულო. თეო შენ შემიგ დაბადების ხაზე წამწამების პალიტრას გაჩუქებს. თეო სერენა ყავს ხوار და გაუძლო. ტრევის რა დაგემართა, შემთხვევით პოკემონის ლაპარაკმა ხوار გამოგაშტერა. ეს უბრალოდ მეგობრული საჩუქარია. კარგი, მაშინ მე სუნამოს ვაჩუქებ და ჯასტინმა ბეჭედი აჩუქოს. ბეჭედი? ოქროს ბეჭედი ჯასტინ. ვარდისფერი ბრილიანტი. კარგი, მოდი გავუცხოვოთ. მე ვაჩუქებ პალიტრას და შენ აჩუქებ ბეჭედი. და რატომ უნდა გავუცხოვოთ? დამშვიდდით ბიჭებო, კაილი, ყველაფერს მიიღებ, რაც დაგპირდით. ხო, მოგიტანთ. მოიცა ფლორიდა, ეს ნიშნავს, რომ დღეს ვერანაირად ვეღარ დავუბრუნებთ. კარგი, ბოლო რაღაც რაც შემიძლია ვცადო არის ის, რომ ერთ-ერთზე დაველაპარაკო დედას და ყველაფერი ავუხსნა. იქნებ მერე დამიბრუნოს დღიური. ფლორიდა, არა! გოგოებო, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. უნდა დაველაპარაკო დედას და სხვანაირად ვერ მივიღებთ თქვენის დღიურს. არა, ეს ძალიან სარისკოა. მე პირადად გაბრაზებულ გრეის არასდროს არ დაველაპარაკებოდი. ხო, ჯასტინს ვეთანხმები. დღეს რო გრეისი დავინახე, მინდოდა რომ უბრალოდ მაგივრად გამქრალიყავი. თეო ეგ იმის პროლია, რომ პირველმა დაგინახა გრეისმა და თვალებში შემოგხედა. ჯასტინ, ეს სიმართლეა? ფლორიდა, იქნებ დედასთან საუბარი არ არის კარგი იდეა. არა, გოგოებო, უნდა დაველაპარაკო. ამაღამ დაველაპარაკები, როცა ოთახში შემოვა, რომ ძილინებისა მისურვოს. მე შენს ადგილას ამას არ ვიზამდი. ჯილ, მომეცი სუნამო ახლავე. კაილი, სუნამო სახლში მაქვს. და შენ, ელის, თვალისწენები უნდა მომცე. სახლში მოგცემ. გოგოებო, როცა რამე სიტყვით აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ვიცით, თან დღიური არის დედას აქვს. კარგი, ჯასტინ, ხვალ გნახავ, ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მელოდება სახლში დედასთან. კარგი. რა მოხდა, მოდი ხართ. რა ხდება, უკვე ერთად არიან? ხო, მოვდივართ. ფლორიდა, ახლა ჩაწერ შენს დღიურში? არა, დედას დაველოდები, რომ მოვა მერე. ხო, მგონი დროა. ყოველ ღამე 11 საათზე მოდის და გვისურვებს ხოლმე ძილინებისას. გოგოებო, მგონი ჯობია გახვიდეთ. ფლორიდა, მაგრამ გვაინტერესებს დედა რას გეტყვის? გოგოებო, მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვებით. პირადული საუბარი უნდა იყოს. არა, ფლორიდა, ამ ოთახში დავრჩებით. ხო, და ვერავინ გაიგებს. ჩუმად ვიქნებით. მადლობა, გოგოებო. კარგი, მოვედი რომ ძილინებისა გისურვოთ. ფლორიდა, რატომ ხარ კიდევ შენს გარეთა ტანსაცმელში? შენ გელოდებოდი დედას, სასაუბრო გვაქვს. აბა რა ხდება, ჩემი პატარა რამე შარში ხომ არ არის? დედა, მოდი ეს პატარა საუბრები გამოვტოვოთ. აი ამაზე მინდოდა შენთან საუბარი. ამაზე? ხო, გვენის დღიური მჭირდება, მინდა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. ფლორიდა, ეს წავიკითხე და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. დედა, უკვე მითხარი რომ ამ ყველაფრისგან თავი შორს დავიჭირო. არა, უბრალოდ ვფიქრობ რომ გვენის გაჩერება ყველაფერს უარესად აქცევს. რას გულისხმობ? გვენი არის პრობლემა, ეგ ხომ ნათელია. ეგეთი ადვილი არ არის ფლორიდა, ჯერ არ ვიცით საერთოდ ვინ იყო ეს ვანესა და გვენმა როგორ გაანადგურა. მაგრამ ყველაფერი ამ დღიურში წერია. არა, ფლორიდა, ეს დღიური ყველაფერს არ ხსნის. ვხედავ რომ უფრო მეტი საიდუმლოა ამ ისტორიაში, ვიდრე აქ წერია. კარგი, ძილინებისა, მე გავუმკლავდები, გთხოვ, ელის და ჯილსაც დაემშვიდობე ჩემგან. ძილინებისა უსურვე. შოკში ვარ. ძვირფასო დღიურო, დღე 23. ზუსტად ისეა, როგორც დედა მითხრა, ამ ისტორიას ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს და ყველაფერი უნდა გამჟღავნდეს. უბრალოდ დასაწყისია. ფლორიდა, გამოგიშვი. მოვდივარ.